ჯანსაღი დაბერება. ეს ტერმინი და იდეა განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს ხანდაზმულებისთვის ნიშნავს, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ და დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, ერთმანეთისთვის, რომ არ შეწყვიტონ განათლება, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ბედნიერების განცდა. იდეა მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა რეალურად არც ისე მარტივი. საქართველოში ხანდაზმულები ხშირად ჩივიან სიდუხჭერაზე, საკვებისა თუ მედიკამენტების ფასზე, ჯანდაცვისა თუ გამაჯანსაღებელ სერვისებზე, რომლებზეც ხელი არ მიუწვდებათ. ამ ფონზე კი ჯანსაღი დაბერების იდეაზე ფიქრი მართლაც რთულია. თუმცა წლების წინ სწორედ ამ იდეისთვის მაინც გამოინახა თბილისის სივრცე. 60+ კლუბი უკვე რამდენიმე წელია ხანდაზმულებს უამრავ მომსახურებას თავაზობს. ძალიან ბევრი ქალბატონი გავიცანი, რომლებიც მართლა სულ სახში იჯდნენ და როდესაც ეს პროგრამა ესე გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ძალიან ბევრი ქალბატონი მარტო ხელებიც არიან, ისეთებიც არიან, რომლებსაც შვილები უკვე გაზარდეს და რაღაცნაირად სხვა ატმოსფერო სჭირდება. აი ეს კლუბი, ეს 60+ და საერთოდ ეს ორგანიზაცია ძალიან ეხმარება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ყველა გამოდის უკვე გარეთ, რაღაცა სხვა ელემენტები არის, რაღაცა უფრო სილამაზეზეც ფიქრობენ. აი ეს ადამიანები, ეს ქალბატონები ვერც კი შეამჩნევთ, რომ მაგალითად 70 და 80 წელზე მეტისანი არიან, მშვენივრად ადიან, ამ წინებზე ვიყავით ვარძიაში და მოკლედ ყოჩახ ჩვენ.